თბილისში ახალი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. კაციანი სტადიონი ახალი შესაძლებლობა იმისათვის, რომ საქართველოს მომავალში უმასპინძლოს მრავალ ახალ ტურნირს, როგორც ფეხბურთში, ასევე რაგბიში. Როგორც საქართველოსმა პრემიერმა მრავალჯერ ახსენა, ახალი სტადიონი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს უმასპინძლოს ისეთ მაღალ რანგის ტურნირს, რომელსაც ჰქვია ჩემპიონთა ლიგის ფინალი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, დიდი შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ დანარჩენ მსოფლიოს თუ როგორი ღონისძიებების ჩატარება შეგვიძლია. ძალიან შრომატევადი მუშაობა გაწია, ასე ვთქვათ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, უცხოელ კონსულტანტებთან ერთად და დღეს აღნიშნული პროექტი, უკვე აღნიშნულ პროექტზე გამოცხადდა ტენდერი და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ დაინტერესება იქნება ძალიან დიდი და საბოლოო ჯამში სულ რამოდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ ობიექტს მიიღო. ესეც არის კიდევ ერთი მეგაპროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს ქვეყანას, არა მარტო თბილისს, დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი სტადიონი, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაზრდილია ინტერესი ზოგადად სპორტის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს დედაქალაქს, ქვეყანას მთლიანობას სჭირდება ახალი, სრულიად თანამედროვე სტადიონი, რომელიც იქნება გათვლილი არა მხოლოდ სპორტის სახეობებზე, შესაბამის სახეობებზე, ეს არის ფეხბურთი და რაგბი, ასევე საკონცერტოდ იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ესეც ეკონომიკური კუთხით, არა მარტო სპორტული კუთხით, ეკონომიკური კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება. ყველა შეგვიძლია დავბერდეთ, რომ ძალიან დახვეწილი სუპერთანამედროვე 70,000 მაყურებელზე გათვლილი ინგლისური, ბრიტანული სტილის სტადიონი ექნება ჩვენს ქვეყანას.